ბოლო პერიოდი აქტიურად გიზიარეთ სოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მათ სამზარეულოს. ვიყავით ამერიკაში და დავაგემოვნეთ ამერიკული კერძები, პოლონური კერძები, მაროკოული, სომხური. ხო და ხინკალმა რა დააშავა. დღევანდელ ვიდეოში ერთად აღმოვაჩენთ თბილისში საუკეთესო სახინკლეებს ან რესტორნებს, სადაც ამზადებენ ხინკალს, მათ დავაგემოვნებთ და რა თქმა უნდა ამ ყველაფერს თქვენს გაგიზიარებთ. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, ვიდეოს დალაიქება და დავიწყოთ. წინ საინტერესო და გემრიელი მოგზაურობა გველოდება დედაქალაქში. პირველი ადგილი, სადაც ხინკალს დავაგემოვნებთ, არის ამორამენ. უგემრიელესი ხინკალი აქვთ, როგორც ვიცი. ამიტომ შევიდეთ, დავაგემოვნოთ და შთაბეჭდილებებს, რა თქმა უნდა, თქვენს გაგიზიარებთ. ერთი სული მაქვს დავიწყოთ ჩვენი ხინკლის მოგზაურობა. აჰა, აგერ არის აღმაშენებელზე ვართ და შევიდეთ ახლა შიგნით. გამარჯობა. გარეთ გააქვთ ადგილი? კი, ორნი ვარ. გამარჯობა. დავსხდეთ ახლა. გარესივრცე როა კაია. აი ძალიან მიყვარს გარესივრცეების მქონე რესტორნები და აქაც რა თქმა უნდა იდეალურია ეს გარემო. შევუკვეთე მეგობრებო, 5 თიანური ხინკალი, ქალაქური ხინკალი არ აქვთ, იმიტომ რომ ხელით ახვევენ და ვნახოთ როგორი გამოვა. რამდენჯერმე ვარ აქ ნამყოფი და უკმაყოფილო არასდროს არ წავსულვარ და იმედია არც ახლა წავალ და რა თქმა უნდა ამ ყველაფერს თქვენს გაგიზიარებთ. მადლობა ძალიან დიდია. მადლობა. მოვიდა ჩვენი ხინკალი მეგობრებო. აი ესე გამოიყურება. უგემრიელესი ხინკალია, დარწმუნებული ვარ და რატო ახლა? იმიტომ რომ ისეთი ცომითაა, როგორც მე მიყვარს. სახლური ცომი ძალიან გემრიელია ხოლმე ჩემთვის და პრიალა ცომს მირჩევნია რა და ამიტომ გავსინჯოთ ახლა და შთაბეჭდილებები რა თქმა უნდა არ დამენანება თქვენთვის, ოღონდ ცოტა გაგრილდეს მთავარი. ლამაზია. წვენით არის საუსე. ვაიმე რა გემრიელია. ხო ვამბობდი. ერთ-ერთი საუკეთესო ხინკალია თბილისში, აი აქ. ვერ ვცვლი წვენისგან იმდენი აქ. ამას მე კუჭებიანად შევჭამ. საოცრება. სპეციალურად იმაზე ადრე მოიტანეს, ვიდრე შევკვირდნენ. 10 წუთი დასჭირდა ცუ. ვაუ. ამათი კარტოფილის ხინკალიც მიყვარს ძალიან. უბრალოდ ახლა აღარ შევუკვეთავ, იმიტომ რომ ბევრი ხინკალი მაქვს დასაგემოვნებელი, მაგრამ თუ მოხვდებით ამორამეში, აუცილებლად გასინჯეთ, ნახეთ. როგორი საყვარელი ხინკალია. ვაუ. რა სიტყვით აბა მეგობრებო, ვინც ნამყოფი ხართ ამორამეში, რამდენად მოგწონთ ამათი ხინკალი და როგორი შთაბეჭდილებებით ბრუნდებით ხოლმე უკან. მე პირადად ერთხელ არ მახსოვს რომ მოვსულიყავი და ხინკალი არ მომწონებოდა რა. ვაუ. ძალიან კაი იყო, აი ძალიან. სად აღარ მიმოგზაურია, მაგრამ ქართულ სამზარეულოზე გემრიელი. რავი, არაფერი არ მიჭამია. საერთოდ. გამოვედი, აი ძალიან ასიამოვნები ვარ მართლა. უგემრიელესი ხინკალი იყო და ისეთი როგორც მე მიყვარს, წეგანაც ვახსენე რა. გადავინაცვლოთ ახლა კიდევ ერთი საინტერესო ადგილისკენ
და რომ მივალთ იქიდან გაგიზიარებთ რა თქმა უნდა ყველაფერს. გადმოვინაცვლეთ მაზნიაშვილის 33 ნომერთან, სადაც არის რესტორანი ხაშ-ხაშ და უნდა დავაგემოვნოთ ამათი ხინკალიც. ეხლა სად დავსვათ ფიქრობთ შიგნით თუ გარეთ? მე მგონია რომ გარეთ ჯობია, იმიტომ რომ სიგრილია რა. ამიტომ აქ დავსვათ. მოვიდა ჩვენი ხაშ-ხაშის მთიულური ხინკალი, მეგობრებო, რომელიც გამოიყურება აი ასე. პაწაწკუნტელებია. და ნახოთ ახლა გემუარი რა თქმა უნდა ყველაზე მთავარი. აბა გავსინჯოთ. უფ. ჯერ ვერ ვიგებ. თითქოს რაღაცა აკლია. ერთსაც გავსინჯა ვიქნებ. ვა. არომატული არ არის. ანუ ხინკაც რო არომატი უნდა გქონდეს, ეგეთი არ არის. ადრე რომ აქვს ნაჭამი, ის გაცილებით უკეთესი იყო და არ ვიცი რატო. ცოტა იმედგაცრუებული ვარ. რაღაც აკლია, რაც არ იგრძნობა გემოში რა. არ ვიცი რა აკლია, გულწრფელად რო გითხრათ, შეიძლება ძირა, მაგრამ ადრე უკეთესი მაქვს ნაჭამი. მაგრამ ცუდი არ არის. ანუ ამას ხაზი მინდა გაუსვა რა. ცუდი ხინკალი არ არის, მაგრამ უკეთესი მაქვს ნაჭამი და უკეთეს ველოდი. ცოტა იმედგაცრუება იყო. ეხლა ველაპარაკեմ იმტანსთან, რადგან საგიჟეთია დღეს, ძალიან ბევრი ხალხი ყავთ, მაგიტომ შეიძლება არის ეს მიზეზიო რა და ვნახოთ, რა ვიცი, სხვა დროსაც მოვალ, იმიტომ რომ მახსოვს ახლა ძალიან გემრიელად ჭამე ერთხელ და შეიძლება მართლა მაგის ბრალია რა. არ ვიცი ეს რამდენად ამართლებს ამ ყველაფერს რამდენად არა, მაგრამ ნუ ფაქტი რაც არის, იმას გეუბნებით და ერთი რაც მადლობა უნდა ვთქვა უცლებლად არის ის რომ 1 საათი გვითხრეს და 15 წუთში მოგვიტანეს რომ ვთხოვე. დროისთვისაც ძალიან დიდი მადლობა გათვალისწინებისთვის და გვერდში დგომისთვის, იმიტომ რომ ვიდეოს გადაღება სხვანაირად ძალიან გაჭირდება რომ ყველგან 1 საათი ველოდოთ და გადავინაცვლებთ ახლა სხვა რესტორანში და იქიდანაც დავბრუნდეთ და გაგიზიარებთ კიდევ საინტერესო ხინკლებს. ეხლა მივდივარ ადგილას, სადაც ჯერ ნამყოფი არ ვარ. რესტორანს ქვია ყადე და აქვე არის რა, დაახლოებით 5 წუთში უკვე მივალ და ძალიან მაინტერესებს, იმიტომ რომ როგორც აი აქ მიმტანმა მითხრა, ძალიან აქებენ ამ ადგილს და რა ვიცი, დადღიერს ისეთი ადგილის ნახვაც მინდოდა, სადაც ნამყოფი არ ვარ და ძალიან სუბიექტური არ ვიქნები რა და ამიტომ წავიდეთ ახლა ყადეში. თქვენ კი მანამდე გამოიწერეთ არხი მეგობრებო და დააკომენტარეთ, დაალაიქეთ, გააზიარეთ, რომ განმოვითაროთ ეს არხი, ავიდეთ 10,000 გამომწერზე და მეერე უკვე საინტერესო რაღაცეები გადავიღო უფრო მეტად. ძალიან მაგარი იდეები მაქვს და გეგმები წინ, ამიტომ თქვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ამ გზაზე. შემოვიდნახე რა მოთხოვნაა ხალხო რესტორნებზე და სახინკლებზე და ასეთ ადგილებზე, მით უმეტეს რომელიც ძალიან ესეთია რა გატრენდებული. ვერსად ვერ შემოხვალ, ანუ ყველგან ჯავშანი გინდა და ყველგან წინასწარ 2-3 საათით ადრე მაინც უნდა დაჯავშნო რა. 2-3 საათი კი არა, წინა დღეს უნდა დაჯავშნო. ხო და არ ვიცი, რა ხდება. ნახოთ აბა ეხლა აქაური ხინკალიც. ქალაქური ვჭამოთ, მოდი. ორჯერ ხომ თიულური გავსინჯეთ. ახლა გავსინჯოთ ქალაქური ხინკალი. მოკლედ შევუკვეთეთ 5 ქალაქური ხინკალი და ნახოთ ერთი აქაც როგორ იქნება. სხვა შორის გარემო მშვენიერია, ინტერიერიც კარგია. და ნახოთ გემუარი მთავარი ახლა.
რა სიტყვით მეგობრებო, სხვა კერძებზეც ხო არ გავაკეთო მსგავსი რაღაცეები და ზოგადად ქართულ სამზარეულოზე ხო არ გაინტერესებთ ვიდეოები, მაგალითად სვანური, მეგრული, აჭარული, აი თუ ეს ყველაფერი დაგაინტერესებთ, დამიკომენტარეთ აუცილებლად და გადავიღებ ყველაფერს, გაგიზიარებთ, ოღონდ ცოტა სხვა სტილის ვიდეოებს გადავიღებ რა, შევეხები ისტორიასაც კერძების და რაღაცებს. დღეს მინდოდა რომ უფრო მარტივად გამეგო, რომელი ხინკალი არის თბილისში საუკეთესო და თქვენთვისაც გამეზიარებინი. ამიტომ ბოლოს უკვე ერთად შევაფასოთ და გავიგოთ სად უნდა ვიაროთ ხოლმე ხშირად. ოღონდ რა თქმა უნდა ეს ყველაფერი სუბიექტური აზრია და ყველას თავისი გემოვნება აქვს რა. მოვიდა საბოლოოდ მეგობრებო, ჩვენი ნანატრი ხინკალი 45 წუთი ველოდეთ. ესე გამოიყურება ჩვენი ქალაქური ხინკალი და გავსინჯოთ ახლა. დამსახურებული ლოდინის შემდეგ, მაგრამ დიდად ბედნიერი არ ვარ ამ ლოდინით. ესე იგი, ქალაქური ხინკალი გვაქვს. ესე. ვერ ვიგებ რატო უნდა ალოდინო მომხმარებას ამდენი ხანი. წვენით იყოს სავსე, რაც ძალიან მომწონს. გემრიელია, ძალიან კარგია. ზოგადად მე ცხარესთან აი ვერ მეგობრობ რა, ამას აქვს სიცხარე, წიწაკა. ხო და კარგ ხინკალს ზოგადად წიწაკა სჭირდება. ამიტომ ეს ესეთი მინუსი არ არის და მე მაქვს უბრალოდ პრობლემა და გემო არის იდეალური. უბრალოდ სახში რო ვაკეთებინებ ჩემებს, წიწაკას არ უშვებით ხოლმე რა. Wow, fenieri. მეგრელები ვინც ხართ მაგრად მოგეწონებათ. აუტირდი. გარემო იდეალური, ხინკალი იდეალური, ერთადერთი რაც გამოვასწორებდი და ვისურვებდი არის ლოდინის დრო რა, 1 საათი ხინკალს რო ელოდო 5 ხინკალს რავი. ძალიან სიგიჟეა რა. უბრალოდ მართლა მაგრად მაინტერესებდა და მომიწია ლოდინი. აუ, ძალიან კაი იყო. მაყოფილი ვარ. ამასობაში გადმოვინაცვლეთ სოლოლაკში. ავდივარ ახლა მაჩაბლის ქუჩაზე, რომ დავაგემოვნო კიდევ ერთ ობიექტში ხინკალი. გონია რომ ეს ობიექტი იმედებს არ გაგვიცრუებს, იმიტომ რომ ნამყოფი ვარ და ვიცი. მაგრამ ვისაც ჯერ არ გაგიგიათ ამ ადგილის შესახებ, ყველა ვარიანტში უნდა გაჩვენოთ. იმიტომ რომ არც თქვენ არ გაგიცრუვდეთ ბათ იმედები რა. ჯამში მაქვს სულ 7 ხინკალი ნაჭამი ჯერჯერობით. თან ფეხით დავდივარ სულ. ფეხით გადავაადგილდები და ესეც მეხმარება რა და მე ხა აქ უეჭველი ერთ 2 ხინკალს კიდე შევჭამ. წავედით ესე, შემოვედი უკვე მაჩაბლის ქუჩაზე და ავალ სადღაც 2-3 წუთში. აუცილებლად დამიწერეთ თქვენი ფავორიტი ადგილები კომენტარებში, რომ მომავალში მე შევირბინო და აღმოვაჩინო რა. ძალიან მიყვარს ახალ ადგილებში ცდა სამზარეულოსი და იმედია თქვენც დამიწერთ. ეს არის შემდეგი სახინკლე, ხინკალ ქვია, მეგობრებო, მაჩაბლის 16 ნომერში ვართ. შევიდეთ ახლა და დავათვალიეროთ კი არა და დავაგემოვნოთ ხინკალი. შემოვედით მეგობრებო, ხინკალში ვართ, უკვე აგერა ჩვენი მენიუც და მოდი გავსინჯოთ ამათი ხინკალი, რომელსაც ქვია კლასიკა. 270 იღებს და 5 წელს ავიღებ ამასაც, რომ დავაგემოვნოთ რა და გონია რომ
იდეალური გაჩერება გვაქვს აქ. ძალიან კმაყოფილი წავედი ბოლოს რო ვიყავი და მგონია რომ ახლა არ გაგვიცრუებენ იმედებს, ამიტომ შევუკეთავ და დაველოდებ. აი მოვიდა მეგობრებო ჩვენი კლასიკა ხინკალი, ესე გამოიყურება და დარჩა დაგემოვნება. შევაგრილოთ. აიმე წვენითაა სავსე. აუ გემრიელესი წვენია მეგობრებო. საოცარი გემო აქვს. ვაუ. როგორი მოლოდინებიც გქონდა ზუსტად იგივეა. აუ რა გემრიელია. ყველაზე მეტად მომწონს ის რომ ცხარე არ არის. ანუ ციცაკა არ აქვს იმდენი რომ შემაწუხებელი იყოს იმისთვის, ვისაც არ უყვარს ციცაკა. საოცრება. არომატი, წვენი, ხორცი, სომი, აბსოლუტურად ყველაფერი არის იდეალური. აი ძალიან გემრიელი ხინკალია. ეხლა ამდენი ხინკალი ნაჭამი რო არ მქონდეს, ერთ 10 წელს ყველა ვარიანტი შევჭამდი. გადმოვასხა წვენი საჩვენებლად. ნახეთ რამდენი წვენია. ეხლა მე გული დამწყდა, მაგრამ გაჩვენეთ რომ ნაღდად ძალიან წვიანია. ტოპ ხინკალია, ერთ-ერთი ფავორიტი დღეს რაც მიჭამია. ერთ-ერთი კი არა, მე მგონი ყველა საჯობა. ვაუ. ათიდან 15. მიუხედავად იმისა, რომ ცომი განსხვავებულია და არ არის ისეთი, როგორიც მე ძალიან მიყვარს სახლოს გულისხმობ. აი ამ ცომმა ეგ შთაბეჭდება არ დამიტოვა რა, იმიტომ რომ იმდენად რბილია და კარგად მიდის, რომ აი ავი რა უპრობლემოდ შევჭამე და კიდე შევჭამ, ავი რამდენს არ ვიცი რა და ძალიან კმაყოფილი ვარ. თუ თქვენ მოხვალთ ხინკალში, მგონია რომ იმედები არ გაგიცრუებდებათ რა, ყველა ვარიანტში. უგემრიელესია. სხვათა შორის დიდი ხანი არ არის, რაც ეს სახინკლია გახსნილი, მაგრამ უკვე იმდენი ხალხი ყავს, რომ რა ვიცი რა, აი დაჯავშნა გვინდოდა ცოტა საღამოს და არ იყო ადგილები და მოგვიწია ახლა მისვლა. მაგრამ აი უგემრიელესი ხინკალია, უსაყვარლესი სტაფია, ანუ მომსახურე პერსონალი. ძალიან კარგი გარემოა და მინდოდა თვითონ შიგნიდაც მომეტარებინა და დამეთვალიერებინა თქვენთვის და ყველგან მინდოდა იდეაში, მაგრამ იმდენი ხალხი იყო და იმდენი ხალხია, რომ ხა შუა ჭამის დროს იქ მე დავდგე და რაღაცები ვიღო, ცოტა არ არის რა, კარგი, ხო და თქვენ თვითონ ხა თუ დამიჯერებთ მე, ჩვეულებრივად ესტუმრეთ და მე დაუბრუნდით ამ ვიდეოს, ან გამლანძღეთ და ან მადლობა მითხარით, რომ აი ეს სახინკლი ხა სადაც მე ვიყავი, გირჩიეთ ასე რომ წავედით. Next station. ამასობაში მოსაღამოვდა მეგობრებო და მივდივართ კიდევ ერთი ადგილისკენ, სადაც იდეაში დავასრულებთ უკვე ჩვენ ვიდეოს. და მინდოდა რომ ეს ადგილი თქვენთვის მეჩვენებინა. მე კი ნამყოფი ვარ და ძალიან მიყვარს ეგ ადგილი. მაგრამ ეგება და თქვენ არ ხართ ნამყოფი და თან მინდა რომ ამ შედარებაში ჩავსვა და თქვენს გაგიზიაროთ. მოვედით მეგობრებო, აგერ ცხეთის ქუჩა 8 ნომერში ვართ და შემომეჭამაც აგერ არის. არ ვიცი რამდენს გსმენიათ ამ ადგილის შესახებ, გონია რომ ვისაც ხინკალი გიყვართ. თბილისში ყველა ვარიანტში გასინჯული უნდა გქონდეთ შემომეჭამას ხინკალი, მაგრამ მაინც წავიდეთ ახლა და დავაგემოვნოთ. დავსხედით მეგობრებო, აგერ არის ჩვენი მენიუ შემომეჭამასი და ჯაგა ხინკალი შევჭამოთ, თიულური. ჯაგა ხინკალი ვჭამოთ და კარტოფილის ხინკალიც ვჭამოთ. და ამით დავასრულოთ რა დღევანდელი დღე. სანამ ხინკალს მოიტანენ, გამოიწერეთ არხი. დალაიქეთ ეს ვიდეო და დამიკომენტარეთ შემომეჭამაში რამდენი ყოფილხართ და რამდენს მოგწონთ ამათი ხინკალი. მე ძალიან მიყვარს და იმედია რომ
არ გაუფუჭებიათ რა, სადღაც 2-3 თვის წინ მაქვს ნაჭამი, შეიძლება 4 თვის წინაც. და თქვენი აზრით მაინტერესებს. აი მოვიდა მეგობრებო, ეს არის ჩვენი ჯაგა ხინკალი, ეს არის ჩვენი კარტოფილის ხინკალი. გავსინჯოთ ახლა პირველ რიგში ჯაგა ხინკლით დავიწყოთ. წვენი ცოტა აქვს. ძალიან გემრიელია მეგობრებო. მოდი ერთით შევჭამოთ. რომ უფრო კარგად გავიმყარო შთაბეჭდილებები. აი ნატალია საკოცინო ერთ-ერთი რაც დამაგდა წვენია. Καμποτή. Ხაისა ჩვენი კარტოფილის ხინკალი. მოდი ესეც გავსინჯოთ. დამცინიან ხოლმე რომ ხშირად კარტოფილის ხინკალს უფრო ვჭამ ვიდრე ხორცის ხინკალს რა და თუ ვინმე ჩემნაირი ხართ, ვისაც კარტოფილის ხინკალი უფრო გიყვართ ვიდრე ხორცის, დამიკომენტარეთ. მოდ ვეგეტარიანელებს არ გეხებათ რა თქმა უნდა. ტოპია, ტოპი. აუ ძალიან კარგია. აუ ეს 10-დან 10-ია. გავედით ბოლოში მეგობრებო, დავასრულეთ ჩვენი ხინკლის ტური თბილისში. ძალიან საინტერესო დღე გამოვიდა და რაც მთავარია, გემრიელი დღე გამოგვივიდა რა. მინდა რომ ახლა დავალაგო ჩემი ფავორიტი ხინკლები, უფრო ზუსტად სახინკლეები და რესტორნები. მოკლედ, პირველ ადგილას გავიყვან ყველა ვარიანტში ხინკალს, ძალიან გემრიელი იყო და ძალიან ასიამოვნები ვარ მაგ ადგილით. მეორე ადგილზე გავიყვან, რა თქმა უნდა, შემომეჭამას. კი ვთქვი რომ ცოტა წვენი არა აქვს მეთქი, მაგრამ კარტოფილის ხინკალი ისეთი გემრიელი იყო და ხორცის ხინკალიც ისეთი მაგარი იყო. იმ ცოტა წვენს ვაპატიებ რა. ამიტომ მეორე ადგილზე იყო შემომეჭამა. მესამე ადგილზე გავიყვან ამურამეს ხინკალს. ძალიან გემრიელი არის ამურამეს ხინკალიც, უბრალოდ ტოპ 2-ში ვერ მოხვდა რა. მეოთხე ადგილზე გავიყვან ყადეს. ძალიან ცხარე ხინკალი იყო მაინც და გემრიელი კი იყო, მაგრამ ჩემი ხინკალი არ იყო რა, მარტივად რო თქვა. და მეხუთე ადგილზე გავიყვან ხაშხაშის ხინკალს, არ მომეწონა რა გავაკეთო. უფრო მეცველოდი პირველად როცა ვჭამე ეგეთი რო დარჩენილიყო, ახლა უეჭველი სამეულში შევიყვანდი რა, მაგრამ არ არის ისეთი როგორი მოლოდინიც მქონდა. სულ ეს არის, ძალიან საინტერესო იყო, იმედი მაქვს თქვენთვისაც, იმედი მაქვს ისიამოვნეთ, დამიკომენტარეთ, რამდენად გაინტერესებთ მსგავსი ვიდეოები კიდე რო გავაგრძელო, სხვადასხვა ქვეყნებში თუნდაც, იმიტომ რომ მოგზაურობას ვაპირებ და სხვათა შორის ძალიან საინტერესო სამოგზაურო ვიდეოებით დაგიბრუნდებით სულ მალე, უკვე გეგმები მაქვს და ნელ-ნელა გაგიზიარებთ ყველაფერს Instagram-ზე. არ დაგავიწყდეთ ჩემი Instagram-ის გამოწერაც, ამ არხის გამოწერაც, დალაიქებაც ვიდეოს, დაკომენტარება შთაბეჭდილებების და მოკლედ ყველაფერი, რასაც საჭიროდ ჩათვლით, რომ არხი გავზარდოთ ერთად. აბა დროებით და დაგიბრუნდებით ორ კვირაში. აბა ჰე.